Poeti Tariel ხარხელაური შემოგვერდა ბატონო Tariel მოგესალმებით მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის და გისამძიმრებთ მადლობა თქვენ მოწვევისთვის და უსამძიმრებთ სრულიად საქრისტიანოს ნამდვილად დიდი დანაკლისია პატრიარქის ამ ქვეყნიდან გასვლა გარდაცვალება როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ასევე სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის თითქმის ერთი თაობა ვართ დიდი სხვაობა არ არის წლებს შორის ახლა ჩვენი ცხოვრება საკმაოდ დიდი პატრიარქით. ახლა გაცნო ეჭირო როგორ შეიძლება დანარჩენ სიცოცხლის ცხოვრების გაგრძელებას. გვაქვს ყველას ეს შეგრძნება დაობლების და მიტოვებულობის თითქოს მოვლენებს რა დღეს ხდება. პატრიარქთან დაკავშირებით პატრიარქმა დაგანახა. რომ შეიძლება ხალხის გაემთლიანება, ერთსულოვნება ხალხის შეიძლება. აი როდის ვიცი რომ აი გადახედეთ ჩემთ ბედნიერი ხა გარკვეულ ვითომ არც გაქვს ის რომ ბედნიერების განცდა გქონდეს მაგრამ გადაავალე შენი შვილების თაობა პატრიარქთან მოსული სამძიმარზე ეს არის რაღაცას უკვე იმედს გეღვიძებს გულში რომ პატრიარქმა თავისი მისია უნდა შეასრულოს ამით ეს არის ნაყოფი. ეს ნაყოფი. ეს აი როდეს მთელი თავისი მოღვაწეების განმავლობაში გამთლიანებაზე საუბრობდა. ჩვენს ტელევიზიასაც ხომ ასე დაარქვა. ერთსულოვანად საუბრობდა. აი გვაკვირდები დღეს მიუხედავად იმისა რომ ქონდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა სირთულეები პატრიარქთან დამოკიდებულ დროს დღეს ის ერთიანი გახდა. სივრცე დამშვიდდა. ბატონო Tariel, აი თქვენი სიტყვები გავრცელდა სოციალურ ქსელში, ასე ბრძანეთ რომ, აი ერთიანობაზე ახლაც საუბრობ და ასე ბრძანეთ რომ პატრიარქმა გაერთიანა ჩვენი ქვეყანა, როდესაც ის აირჩიეს საპატრიარქო ტახტზე და ახლა მისი გარდაცვალებით კიდევ უკეთესად შეძლო ქართველების გაერთიანება. თუ გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც პატრიარქი გახდა საქართველოს ეკლესიის საჭადრაკობელი. ის სვეტის ცხოველში პატრიარქის წინი ვიდექით. მაშინ წინიდექით პატრიარქი საკმაოდ ხანდაზმული სტუდენტი ვიყავი 30 წელი გავხდე სტუდენტი როცა დავებესდი მაგისტრად და გთხოვეს რომ ჩვენ წავედით უნივერსიტეტში და მოხვდით პატრიარქის წინ ვიდექით მე რომ გამასრო ანალიზებ ეს იყო მე შენთვის მოვლენა როდეს ვისთან კონდას ვისთან მოგიწია ვისთან ერთად მოგიწია ცხოვრება და როგორ შეიძლება რომ შენი თავი ბედნიერად არიგებში არ მოისაზრო როდესაც ამ დროს პატრიარქად კურთხევის დროს შენ პატრიარქი ეკლესიას დაძარში დიახი სადაც პატრიარქი აკურთხეს ეს მე ამას ანალიზებ ამას რო გადის რომ მაშინ არა გაქვს ამის და არც უნდა შეძლოს სწრაფად მოახდენ ამაზე ანალიზი იმიტომ რომ რაღაც ცესტომებს უშვებდა მე მონანიებო მოგიწევს ამიტომ დრო გჭირდება აი დღევანდელი დღესაც რაც დღეს ხდება ამის ეს სასწრაფო ისე უცბად შეფასება არ მეყვარს მე ამას თვალი უნდა მივადევნო დღესაც ვიღავი არა გუშინაც ვიღავი გუშინაც ვიღავი მე ამას ვაკვირდები ეს მე მჭირდება რომ ჩემი თავი დავამშვიდო იმიტომ რომ არც არა ეხლა გინდა თუ არა დღეს იქნება თუ ხვალ უნდა გახვიდე ამ წუთის სოფლიდან შენ ხო უნდა წაიღო იმედი. დიახ. ბატონო Tariel, თქვენში რა შეცვალა პატრიარქთან ურთიერთობამ, როგორც ვიცი 2004 წლიდან უფრო დაუახლოვდით მასთან ესეთი ურთიერთობა უფრო ახლო 2004 წლიდან გაქვთ. რა შეცვალა თქვენთვის, აი თქვენს ცხოვრებაში, შემოქმედებაში? შემოქმედებაში ახლა რა მთავარია ჩემს ცხოვრებაში რა შეცვალა. მე ამ თემ ტრაგედიის მერე პატრიარქმა გამოთქვა რომ მე 40-ის წინადღეს შევხვედროდი ჩემი შვილის 40-ის წინადღეს. დიახ. იცოდა რომ მე მთის წარმომადგენელი იცოდა რომ ხელსორი ვარ წარმოშობით. იცოდა რას ფიქრობს ამ დროს დელეგაცია. მე მივედი საკმაოდ ესეთი ნაკლებად დამაჯერებელი იყო ჩემი ექმის რომ მე შევძლებდი რამე შევცვლიდი. როგორც კი შევედი პატრიარქის
თავის ოთახში საყვაველები რო აქვს და პატრიარქი მაშინ მის მე აღარ მენახა და თეთრ ამოში ჩასმული და მეკითხი ახლა ალბათ რომელმა წმინდანის ფრესკა და როგორც გამოსა მაშინ მივხვდი რომ პატრიარქთან მქონდა შეხვედრა და აბა ასე გითხოთ ამისა რას ფიქრობთ პირველი შეკითხვა ეს იყო არც არაფერი მარტო მიმესალმე და ესე პირველი კითხვა იყო ეს რას ფიქრობთ თქვენოც მენასო მე მაშინ ვთქვა რომ მე რას ფიქრობ თქვენ უნდა გაგიკვირდეთ თიდან ხართ თიდან ვარ არაფერი არ მითხრა მე ამბე თქვენ შვილის შესახებ თქვენ შვილზე მომეღებით ბავშვობიდან ამ დრომდე დიახ ვისაუბრეთ მის მენდა დაჯერებით მე შემომხედა და დამადო ხელს როგორც ეცადა როგორც შევდა ხოლმე ასე სახელით მომართა იცით არიელ თქვენ გაცალეთ მომაშვილობა ის წავიდა შენს მაგევრად შენ უნდა შეასრულოს შენი მისია ამით პატრიარქმა საწუთი სოფლისკენ კი არ შემოგებრუნა საწუთი სოფლად შემოგაბრუნა მე ახლა მისია მაშინ ნაკლებად მაინტერესებდა მაგრამ მე რო გავცა როდესაც ამ გადასახედიდან როდესაც გადახედა ვარ პატრიარქმა სწორად გითხრა სწორად მიგიტიტა როგორც არაერთი სხვა რამდენჯერაც პატრიარქს არ დაუჯერეთ ცხვირი წავემტვრიეთ დიახ ამის მაგალითები გვაქვს ჩვენს უახლეს ისტორიაში და ახლა მე ყოველ ძმის მე ბევრჯერ შევხვედი ვარ პატრიარქთან და ერთადერთი დედამ ჩემთვის ამ დედამიწის ზურგზე დიახ ერთადერთი ადამიანია რომელთანაც ყველანაირ თემაზე შეგიძლია ისაუბრო რაც არ უნდა მეუისიყოს ესეთი შემხარა ვერ ვიტყვი მე განათლებული ვარ სარწმუნოებისა ბევრი რამეზე ბევრი არა ზოგიერთ ისეთი შექმნას დამიშე რომ პატრიარქს ეს არ მოვიდა მის რომს არ შეუნიში არ ეგუზნებინებია ჩემთვის შენ ასე ფიქრო გაიტყო და დამთავრდა ზოგ მიგანიშნებს რომ შენ დღეს რაღაცას არასწორად თქვი ამიტომ მე გაგაზრდას ფიქრისთვის დროს იფიქრო და მე რომ მიხვალ სულ სხვანაირად დასაუბრო დიახ ეს არის მე ალბათ შემეწოთი სოფლის გამართლებაცაა რომ ამ პატრიარქის დროში მომეწია ცხოვრება ჩვენი ყველასი ალბათ ყველასი ხო დიახ ბატონ ტარიალა ის საწუთის სოფლად შემომაბრუნაო პატრიარქმაო და ვიცით ისიც რომ მანამდე ეკლესიური არ ბრძანდებოდით ხო მორწმუნე ყოველთვის იყავით მაგრამ ეკლესიური აი ამ კუთხითაც შეიცვალა თქვენი ცხოვრება ეკლესიაში მომეწია უნდა შევიდე ეკლესიაში იმიტომ რომ იმ რასაც პატრიარქმა მეგანიშნა ეკლესიის გარეშე ამას ვერ გააკეთებდი დიახ მიტევებას ვერ შეძლებ და ეს შეძელით. ეს შეძელით. ბატონ ტარიალა, ასევე მინდა ვისაუბროთ იმაზეც, აი ჩვენ ერთიანობაზე საუბრობდით და თქვენ დაიწყეთ ამაზე საუბარი, რომ პატრიარქის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ გააერთიანა და პატრიარქმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ჩვენი ქვეყანა და პატრიარქის როლზე ჩვენი ქვეყნისთვის სხვადასხვა რთულ პერიოდში. აი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში და ასეთი პერიოდი ძალიან ბევრი იყო და პატრიარქის პოზიცია, პატრიარქის გადაწყვეტილება, პატრიარქის სიტყვა ყოველთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი ნუგეშის მატარებელი და მას ჰქონდა ყოველთვის გამჭრიახი, ბრძნული და პრინციპული სიტყვა. ჩვენ არ ვიყავით კარგი მსმენელები. პატრიარქის სიტყვა ყოველთვის იყო ჭეშმარიტი და მართალი. მაგრამ ჩვენ იცი ახლა ვფიქრობდი ახლა მე არ მეყვარს სიტყვა ჩემი პატრიარქის თქმა. რატო? მე არ მეყვარს ჩემი სამშობლოს თქმა. არა. არიან სიწმინდეები და სიმაღლეები, რომელსაც არ უნდა მიესაკუთრო. ჩვენ დავხავით სამშობლოდ, ჩემი სამშობლო, შენი სამშობლო, იმის სამშობლო და მე ერთმანეთს სამშობლოში ერთმანეთს აღარ ვახედებთ. დიახ. ასევია ჩემი პატრიარქი. მე გოგოს შევედა თქვა ჩემი ილია ჭავჭავაძე. ჩემი ვაჟა შევა არა. ძალიან ხმამაღალი განაცხადია ხო? ეს არის სოფლის კუთვნილება, სამყაროს კუთვნილება. მე ამაზე არ მაქვს, არ ვქნოს. მე შემიძლია თქვა ჩემი ეზო. ჩემი დარგული ხე. ეს ჩვენ გავეხარდეთ ჩემ საკუთრებაში მოქცევას ყველაფრისას.
და ჩვენ არ მამოხსნა. აი რა მნიშვნელოვანი. ყველა რამეა რაზეც გაგვამახვილებინეთ ახლა ყურადღება. დიახ. ეს არა. მე თვითონ ტაძარშიც როცა შევდივარ, ეკლესიაში შევდივარ, მე სანთელს არასოდეს არ ვანთებ ჩემთვის. არასოდეს არ მითქვი ღმერთო. კითხვა არ დამისვენს, კითხვა ღმერთის არ დამისვენს რისთვის. ამ ტკივილის გამო. არას კითხვა არ დამისვენს. სანთელს ვანთებ სხვისთვის. რომ ღმერთო, უშველე ყველაზე ჩემზე მეტად გაჭირვებული, ჩემზე მეტად ვისაც უჭირს გაძლება, აი ამ ტკივილის გადატანისა. უშველე ამას რომ ეს ტკივილი არ არის ესეთი ეს შენთვის მარტო შენი საკუთრება კი არაა ეს ტკივილი. ეს მთელი სამყაროს საზედია. შენ არ უნდა გამოიჩინო თავი და რაღაცნაირ შეცვალო, შეიტანო რამე შესწორებები. ამიტომ აი ასენი ყველაფერზე ამან დაგაფიქრა პატრიარქმა რამას ასეთი ლექსი მაქვს ორსტროფიანის ლექსი. უფალო სხვას ვერაფერს ვერ გთხოვ, დრო მომძიმებს სამთელივით მდომარს. ყველაფერი დამეთმია ღმერთო, სიყვარულის მოწამართ მე უნარს. ან როგორ გთხოვ შენს ტაძარში ვენთო, წუთისოფელს არ ულევდი მდორვას. ყველაფერი დამეთმია ღმერთო, მიტევების მოწამართ მე უნარს. რა საოცარი სიტყვებია, ბატონ ტარიელ, თქვენ მთის ადამიანი ბრძანდებით, ხევსური პატრიარქი ასევე მთის ადამიანი მოხევე და ალბათ ამ კუთხითაც გქონდათ საერთო. როგორ ძალიან როგორ ეცი როგორ არის ძალიან ხშირად მოხდები ვარ პატრიარქთან ტრაპეზზე. დიახ. ყოველთვის არავის არ უშვებდა ტრაპეზის გარეშე, ხო ძალიან უყვარდა ადამიანის გამასპინძლება. დიახ. ყოველთვის ვწოდოთ მუსამდა თავის მარცხნა გვერდით. დიახ. ასე იყო შატილობას იყო შატილში, მაშინ მომეწია პირველად და თებშენ გაიწია პატრიარქმა, ჩემი გასწია. როცა პატრიარქი გიზეს იქნებ საერთოდ სუფრაზე არა ვარ ესეთი მომთხოვანი ჭამის ასეთი ამის რამის რამე დამოკვირდა პატრიარქმა მე არ ჭამ. თებში გაწია ჩემი მე მეგონი ახლა რაღაცა შენიშნა და გადმოიღო 1 2 3 პაუზი დამატებს და მომინდა. მომასვენა მე აბა მე ერთით არიან. მითხრა ეცი ასეთი პატრიარქის მოწოდებულს როგორ არ მიირთმევ. მე ხო როგორ ასე იყო მეორე კიდევ საპატრიარქო შესწრება და კაკას. მე ვზივარ პატრიარქის გვერდად და ალბათ იცოდე რომ მე ამას ასე ამას შეგავაკეთებდი. ისე ვზივარ ჩუმად და არაფერს არ მივერთ არ ჭამ. გადაიღო თევზი ახლა თავისთებს. გაარჩია და მომაწოდა. მიერთით და არის. ასეთი აი კიდევ რა გასალა. თავმდაბლობის უდიდესი მაგალითი მოგცა. როდესაც გეუბნებია შენ თავმდაბალი ხარ, თავმდაბალია მე არა ვარ. მე თავმდაბალი ვარ, როდესაც საუბრობ პოეზიაზე. მაგრამ მაიქაც არის ხარ და როდესაც არა ხარ თავმდაბალი, დაუნდობელიც ხარ. მაგრამ ეს პოეზია. პოეზია გაძლევს ამის უფლებას, რომ შავსე ესაუბრე, იმიტომ რომ ერთი მიმართულებით რომ მიდიხარ პოეზიაში, არა? ეს ერთი მიმართულებას არა აქვს დიდი მანძილი. ამიტომ უნდა გაეშალო ეს მიმართულებები, შენ უნდა ისაუბრო ყველა თემაზე, რაც არსებობს, რაც ის თემაზეც შეიძლება. აი პატრიარქის ეს 11 თემა ჩემი მიუღებელი არისო. დიახ. ეს იშვიათი შემთხვევაა. როდესაც მე შემეძლო ნებისმიერ თემაზე მესაუბრა. ნებისმიერ თემაზე. და პატრიარქი მრავალმხრივად ნიჭიერი ადამიანი, კომპოზიტორი, ხატვარი და ალბათ აი ამ მიმართულებით შემოქმედებითი საუბრებიც ჰქონდათ ხოლმე. პოეზიის კარგი მცოდნეა. პოეზიის კარგი მცოდნე, დიახ. ეს ესეთი კი შეიძლება ბევრმა გელაპარაკოს პოეზიაზე, მაგრამ ცოდნას არ ამჟღავნებს. პოეზიას ასხანარ წაკითხვა უნდა. ახლა ბგერასა და ბგერას შორის სივრცეა დატოვებული. ის სივრცეს უნდა დაინახო. სტრიქოსა და სტრიქოს შორის სივრცეა. ისიც იმის საკითხიც უნდა შეგეძლოს. აქ მაშინაგა პოეზიასთან ჭიდრო კავშირი. იქ ძნო პოეზიას და აგექონ პოეზიას. იმიტომ რომ ბგერასა და ბგერას შორის შეიძლება მუსიკის ჟღერადობა გაგეპაროს. ვერ დაინახო და ვერ აგექონ სტრიქოს. თლიანად. შეიძლება ფერი გაგეპაროს. დიახ. ამ ბოლო პერიოდში თქვენი იუბილე აღინიშნა, საზოგადოებამ აღნიშნა და ასევე ჩატარდა ღონისძიება
იუბილეის აღსანიშნავი რუსთაველის თეატრში და მახსოვს რომ პატრიარქის წერილი წაიკითხეს. წინა დღეს შევხვდი კიდეც პატრიარქს. წინა დღეს ეს თქვენი ბოლო შეხვედრა ხომ არის? ბოლო შეხვედრა იყო, ჩემი ბოლო შეხვედრა. ეხლაც დღესაც რომ შევედი პატრიარქთან მივედი სამების საკათალო და ტაძარში. მე შევედი და ხელის დადება ვიგრძენე თავზე. სიტყვა და ხელების მოძრაობა თავზე პატრიარქი როგორ გისწონდა თავზე ხელს და როგორ გეფერებოდა. ამაზე მეტი ბედნიერება შეიძლება? დიახ, აი ეს არის მე მგონი თქვენი ბოლო შეხვედრის კადრები, რასაც ახლა ვხედავთ. აი ეს არის ბოლო შეხვედრის დიახ. ის ცოტა ძველი შეხვედრა იყო მე მგონი. ეს იყო ძალიან მტკივნეული ჩემთვის. აი სწორედ ის მომენტი, როდესაც თავზე ხელს გადებთ. ფოტოს ავტორი არის ქეთევან ვაშაკიძე, სხვათა შორის. აქვე ვიტყვი. ბატონ ტარიელ, პოეზიის კარგი მცოდნეაო, პატრიარქი იყო და წერილი პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა პატრიარქის მიერ გამოგზავნილი და იყო ძალიან აღმატებული სიტყვები თქვენი შემოქმედების მიმართ, თქვენი პიროვნების მიმართ და აი შემოქმედებას თქვენსას როგორ აფასებდა, რას გეუბნებოდა, თუ გქონდათ ამ კუთხით საუბრები, ესეც საინტერესოა. არასოდეს უბრალოდ არასოდეს არ ახლა თქვენ წარმოედგინეთ, როდესაც ბრძანა მოძღვარო დაიწერა ლექსი. ეს იყო 2004 წლის მიწერულს. როდესაც პატრიარქის წინააღმდეგ დაიწყო შემაძრწუნებელი გამოსვლები, ამერცოლონების დამანგრებელი გამოსვლები. და მაშინ ეს ლექსი დაიწერა მაშინ ბრძანა მოძღვარო და ასეთ ლექსი როდესაც პატრიარქს უზუნებ, ეხება დიდებას როცა საუბრობ ეგარა. როდესაც პატრიარქს რაღაცებზე მიანიშნებ, არა? უნდა მიხვიდე პატრიარქს თხოვო, ურთხევა. და პატრიარქმა როგორც სხვა დროსაც ამ დროსაც ბრძნულად განწრედა. და მითხრა, ეხლა მაგისი დრო არა. საოცარი. დიახ. რა უფლება გაქვს რომ შენ არ შენ წაიკითხვა? მაგრამ 2008 წელს ნახე რა გააკეთა. როცა პატრიარქთან მივედი და ჩვენ აი მის ბიჭები დატოვილი ბაიბა და იმ შემდეგ პატრიარქთან როდესაც ის ბიჭები გადმოასვენა ცხინვალის ომიდან პატრიარქის როლი განუსაზღვრელი იყო რომ არა პატრიარქი ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები ვერ იქნებოდა გადმოსვლელი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იმ დროს მოხდა და მე შევედი პატრიარქთან ხო პაატა ბორჩილაძე იყო პატრიარქთან და სკვერდიბერტს დავსხედე ისე როგორც ყოველთვის და პატრიარქს დაუძახა მოდით არიელ პატრიარქს ლექსი დაუწერია პატრიარქს არიელს და მე ახლა გამეკვირდა მე რომელ ლექსს თხოვს რომელ ლექსი სამი ლექსია და რომელზე მიანიშნა და როგორც მოვიდა პატრიარქს წაიკითხე ბრძანა მოძღვარო ჩვენ წარმოედგინე რამდენად ავად უნდა იყოს ერი რომ შენ პატრიარქმა შენ ამისი კურთხევა მოგწ. ძალიან მოძღვარს ეს ხოს. და დღეს ვხედავთ როგორი ერთიანია. საქართველო და როგორი ერთსულოვანი მიკრო ტელევიზია ხო არის და ინტერვიუ მთხოვეს რამდენი ტელევიზია. რა ამაზე ამაღლებული ინტერვიუ რა გინდა პატრიარქი გელაპარაკებათ. დიახ. დიდი მადლობა ბატონ ტარიელ. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. ჩვენთან მობრძანებისთვის